28 მაისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა საკრებულოს გასვლითი სხდომა, სადაც განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც აუცილებელია ყველა მოვალეობის შესრულებელმა და ასევე ყველა ახალი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა დააკმაყოფილოს წარდგენილი მოთხოვნები და გაიაროს შესაბამისი ტესტირება, რის შედეგადაც მოხდება მათ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა. Concurs reguliert საქართველოს საჯარო სამშობლოში საქართველოს სამშობლოში აკეთებს პრეზიდენტის ბრძანებულება კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად და თუ პიროვნება შესაბამისად გაივლის ამ კონკურსს და აკმაყოფილებს კონკურსის წესსა და პირობებს საკონკურსო საატესტაციო კომისიაში არჩევს პიროვნებას, ამის შემდეგ იქნება იგი დანიშნული შესაბამის თანამდებობაზე მოხდენის შესაბამისად. ჩატარების წესსა და პირობების განსაზღვრავად ორგანოს წარმომადგენლობის ორგანოს გამოსაკრებულოს აქვს უფლება მიიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტის საფუძველზე. ეს ნორმატიული პირველ რიგში ჩვენ ჩავწერეთ, რომ დამტკიცდეს კანდიდატებისათვის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შედეგი კანონები. ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების შესახებ. საკითხი ეხება აფენის მიმდებარე სოფლებში მგზავრების შიდა გადაყვანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სოფელ აფენის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებელთათვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ენის ინიციატივა ეკუთვნის სოფელ აფენის მკვიდრის მესმე ნოდარ ფერაძეს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამ მარშრუტის ტრანსპორტით და საწვავით უზრუნველყოფაზე საკრებულოს თანხმობის და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების შემთხვევაში. ეს ტრანსპორტი თვითონ გამოყოს ამ სოფლისთვის და სურს თანხმობა საკრებულოსგან ლიცენზია, რომ ავიღოთ ეს ლიცენზია ლელიანი აფენი, გიორგეთი და კაპლის ჩათვლით ყოველდღიურად იმოძრავოს ტრანსპორტმა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ლელიანელი აფენში, ასევე აფენიდან ლელიანში, გიორგეთში და მოსახლეობის გადაადგილება არის პრობლემა. ასევე არის სპორტული სექციები, სადაც გიორგეთში და იქით არ არის მაგალითად არც მუსიკალური სკოლა, არც ექვის სტუდიები და იქიდან ბავშვები დადიან ჩვენ სოფელში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტრანსპორტის დანიშვნა, რადგან აი ამ სასწავლო დაწესებულებების გარდა ძალიან ბევრი რაღაც გაიხსნა ახლა სოფელში იგივე თანამშრომლები, ჩვენი თანამშრომლების 4 თანამშრომელი ყავს, მარტო ჩვენ დაწესებულებას გიორგეთიდან, ლელიანიდან და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელმოწერებით შევაგროვებთ ამასთან დაკავშირებით, გადმოგეცით და პროექტიც წარმოვადგინეთ. ჩვენ რომ ხაზს დავიჭერთ და მოგცემთ იმის ნებას, რომ ეს ხაზი დავაყენოთ სოფელში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირისად და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის ნომერ მეორე განკარგულებაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სახელმწიფო შეწყვეტების გეგმის დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება შეეხება 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს ინკლუზიური ბავშვებისათვის 1000 ლარის ოდენობის კბილეული შეძენას და დარიგებას. ეხლა მოგვეძებთ რა ცვლილება შევიდა. დამატებული არის მონოტონური ერთი პუნქტი, სხვადასხვა საკვები პროდუქტები 1000 ლარის ოდენობით. ეს მოგესალმებით, რომ 1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის დღე. და ამ დღესთან დაკავშირებით იგეგმება ესეთი მონიზებები ინკლუზიური ბავშვებისათვის საჩუქრების გადაცემა. შემდეგი საკითხი შეეხებოდა სკოლამდელი აღზრდის საკითხს, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შექმნას. ასევე აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტის წარმატებით განხორციელება, კერძოდ ქალაქში და საერთაშორისო ტრასაზე საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გასვლითი სხდომების ჩატარება კარგი სიახლეა, რომელიც დებულებით არის გათვალისწინებული. თვითონ ფაქტი ის რომ გასვლის ხმა მართლა სიახლე არის, სიახლეა იდეაში, პრაქტიკაში, უბრალოდ
მაგრამ მე ჩვენ დებულებით გველება ამის გაკეთება, მაგრამ ვიყავით ახალი შეტყობა განწყობილი სამისო თუ რა ვიცი რა იყო სულული არ იყო, ჩავთვალეთ ჩვენ და ჩავთვალეთ თვითონ რაიმდენები იყო საკითხი ერთი, რომელიც უშუალოდ ამ თემს და თემის გაერთიანებას შეეხებოდა და გასვლისთვისაც ჩავატარეთ, იმიტომაც აფერის ტერიტორიული ერთეულის შენობაში. დადგენილება მივიღეთ ჩვენ განათლების საკვალიფიკაციო ღონისძიებების შესახებ. ეს ძირითადად შეეხება თვითმმართველობაში, როგორც საკრებულოში, ისევე გამგეობაში და მის სტრუქტურულ ერთეულებში, ტერიტორიულ ერთეულებში იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან დანიშნული მეოლეობის შესრულებლად. ან ყველა ეს მეოლეობის შესრულებელი გაივლის ამ ადმინისტრაციას. კანონმდებლობაში წერია ასე, პირდაპირ გაწერილი ასეა, რომ საკრებულო ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თავმჯდომარე თვითონ აკომპლექტებს კომისიის შემადგენლობას. მაგრამ თქვენი კითხვა ჩვენი გასაგებია, აქ ესე ხელაღებით არ შეიძლება კომისიის აკომპლექტება, ჩვენ ქონა ამავე შემთხვევა საკრებულოში, აქ აუცილებლად გათვალისწინებული დარგების წარმომადგენლები, ან განათლების, სოციალური, სოფლის მეურნეობის და შემდეგ პროფკავშირებიდან აუცილებლად თუ დაიყოს აქ წარმოდგენილი კიდევ არასამთავრობოების აი ეს პარტიების წარმომადგენლებით, ანუ აი იმ ჩარჩოებში სადაც მოხდება მაქსიმალური სუბიექტივიზმი კონკრეტული მიდგომა საკითხისადმი. სკოლამდელების საქმის მიგახსენებათ ის, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მუშაობს სკოლამდელ განვითარების პროგრამაზე. ჩვენ ალბათ უკვე ივნისის ბოლოსთვის წარმოვადგენთ შესაბამის პროგრამას, რომელშიც იქნება გაწერილი თუ თითოეულ წელს რა უნდა გაკეთდეს აი ამ მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ის, რომ წლევანდელ წელს დაგეგმილი აქვს 7 ბაღის გაკეთება. ეს ადგილობრივი სოფლის პროგრამების ფარგლებში პარალელურად მუშაობთ ჩვენ ალტერნატიული ბაღის შექმნაზე სოფელ აფხანში. ნახოთ დავაკვირდებით როგორი პროცესი იქნება ეს და სამომავლოდ ალბათ იმ სოფლებშიც, რომელშიც არ აქვს ამ ეტაპზე ბაღი და ბავშვები მოწყობილები არიან აი ამ დიდ სიკეთეს, ალბათ მე მუნიციპალიტეტი გაითვალისწინებს და ბიუჯეტშიც მოხდება ამ თანხების განსაზღვრაც. ალტერნატიული ბაღს რაც შეეხება ალტერნატიული ცენტრები, ეს უკვე შექმნილი გახლავთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ძალიან კარგად მუშაობს ხაშურში. ჩვენ შემოგთავაზა ორგანიზაციამ კირიტას გეოგიკა ამ ორიოდე თვის წინ აი ამ პროექტის განხორციელება ლაგოდეხშიც რამდენიმე მომენტი და რამდენიმე სოფელი იყო განსაზღვრული ამისათვის, თუმცა ამ ეტაპისათვის ყურადღება მაინც გავამახვილებთ აფენზე. მოგახსენებათ ის, რომ აფენი იგივე სამომავლოდ აპირებს აი სოფელში ახალი ბაღის აშენებას, თუმცა მანამდე ფაქტიურად უკვე ივნისიდან დაიწყება ერთი საბავშვო ჯგუფის მომზადება, რომელშიც გაერთიანდებიან 5 წლის ასაკის ბავშვები, 4-5 წლის ბავშვები და ძირითადი მუშაობა სწორედ აი ამ ალტერნატიული ბაღისა იქნება სკოლებისთვის ბავშვების მომზადება. ამიტომ საკმაოდ სერიოზული პრობლემას წარმოადგენს პედაგოგებისათვის იმ ბავშვებთან მუშაობა, რომლებსაც არ აქვთ ეს უნარჩვევები გავლილი. ნახოთ, რომ დაწუნებული ვარ, რომ სიკეთის მომცემი იქნება. პირველი სწავლისა ვიტყვით იმას, რომ დადებითი ემოციები გამოიწვია, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ეს იყო პირველი ვასვით ხმა, რაც ლაგოდეხის საკრებულომ ჩაატარა და ეს რიგითობით პირველი ხმა გადაწყვეტილებით ჩატარებული იყო ჩვენთან აფენში. ეს რა თქმა უნდა დიდი პატივია, დიდი მადლობელი ბატონი დავით ბაკაშვილს, დიდი მადლობა მთლიანი შემადგენლობის საკრებულოს, რომელიც დათანხმდნენ და სიამოვნებით წამოვიდნენ აფენში. რაც შეეხება თვითონ სხდომის შინაარს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ის მესმეხებოდა, იმიტომ რომ ჯერჯერობით მეც მოვალეობის შემსრულებელი ვარ და განიხილებოდა ეს საკითხი. და ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა აფენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ავტობუსის დანიშნას, ესეც ძალიან დადებითი საკითხი იყო. კარგია, როდესაც მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ტრანსპორტირების სახით, გადაადგილების სახით. მე არ ვიცი ახლა ეს შინაარსობრივად როგორ არის
გათვალისწინებული დაუშვათ რამდენი ავტობუსი უნდა იყოს, აი თუ იქნება ეს წელზე 2 ავტობუსი დაუშვათ და დაიძრებიან საპირისპირო პუნქტებიდან, ეს იქნება კიდევ უკეთესი. დიდი ხანი არ მოუწევს მოსახლეობას, უნდა იყოს სასურველია. ეხლა ეს მე ავიცი, სასურველია ჩემი ისა რომ კაცრი გრაფიკი იყოს ამის, რომ მოსახლემ იცოდეს დროთა განმავლობაში ყველა გათვლის მის სახლთან როდის რომელ საათზე იქნება ეს ავტობუსი რომ გამზადებული დახვდეს და გაყვეს და ისარგებლოს. მნიშვნელოვანი ასევე ის მე შეკითხვას დავუშვი ეს მომავალი თავმჯდომარეს რა ტარიფი იქნება გათვალისწინებული ბავშვებისათვის. როგორი ტარიფი იქნება ბავშვებისათვის? თუ იქნება ლათულფასო სკოლის მოსწავლეებისათვის, ამას ხო მიესალმებით მხოლოდ და მხოლოდ და ძალიან ხშირად. კლიანობაში მომონი დადებითი ემოციები გამოიწვია დღევანდელმა გასვლითმა ხდომმა და სიამოვნებით დავესწრები სხვა მუნიციპალიტეტის თორეც იქნება გასული თუ დამისახები რა თქმა უნდა სიამოვნებით მიიღო მონაწილეობას. ძალიან კაი პრეცედენტია, როგორც მე მახსოვს პირველი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, როდესაც საკრებულო გასვლის ხდომას ატარებს აფენის ტერიტორიულ ერთეულში. და მით უმეტეს რომ იყო რიგი საკითხები, რომლებიც რეალურად ეხებოდა ამ სოფლის მოსახლეობის პრობლემატიკას და მოხდა ამ პრობლემათან მოგვარება, ყოველ შემთხვევაში დაპირებები იყო, რომ საკრებულო ყველანაირად ხელს შეუწყობდა მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას აფენში. ძალიან საინტერესო თემა იყო საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოჩენილი იქნა ინიციატივა, რომ მოხდებოდა ახალი მიდგომებით საბავშვო ბაღში განათლების პროგრამების დანერგვა და ამ კუთხითაც ადგილობრივ საკრებულოს, როგორც ადგილობრივ საკრებულოს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარდება. ეს ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების აღზრდა და განათლების საკითხები ძალიან მიშვებული იყო. ამ საკითხზე ჩვენმა ორგანიზაციამაც რეკომენდაციის პაკეტი შეიმუშავდა და მივაწოდეთ ადგილობრივ საკრებულოს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება უკვე დაწყებულია, თუმცა ეს პროცესები მასე მარტივად არ მოგვარდება, საკმაოდ დიდი თანხები და დიდი დრო დაჭირდება, რათა სრულად ასე ვთქვათ მოგვარდეს ყველა პრობლემა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კვეთს ერეთის სოფელი ჰერეთის გარედან მაწინამდე. ძალიან ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები, ძალიან სერიოზული პრობლემა ექნებოდა როგორც სკოლების მოსწავლეებს, ასევე ბაღში აღსაზრდელთა მშობლებს და საერთოდ ფეხით მოსიარულეებს. მოხდა ამ საკითხების შესწავლა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. მოვიკულიეთ სტატისტიკური მონაცემები, შევაგროვოთ ხელმოწერები, ასევე ამ პროცესში ჩავხდეთ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი საკუთარი ინიციატივა გამოიჩინეს და ყველანაირად კვეთში დაუდგნენ, მოაწყვეს აქცია საკითხთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მიღწეული იქნა შედეგი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტიდან ჩამოვიდნენ ხალხი, შეაფასეს არსებული სიტუაცია. შემდგომში მოხდა სპიდბამებისა და საგზაო ნიშნების შესყიდვა და დამონტაჟება, როგორც ხედავთ, ყველაფერი ასე ვთქვათ თვალსაჩინოა და პირდაპირ ცენტრალურ გზაზე მოხდა ამის დამონტაჟება ჰერეთის გარედან მაწინამდე ყველა სკოლასთან და საბავშვო ბაღთან და ესე ვთქვათ ქალაქის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ადგილებზე გადასაფრთხით მოსიარულეთა გადასასვლელები დაიხაზა და დამონტაჟდა შესაბამისი ნიშნები.